რა შედეგებით დამთავრდა დიდი შვიდეულის სამიტი. ირან-ისრაელის კონფლიქტში ირანი ჯერჯერობით მარტოა. კოლუმბიაში მემარცხენე პოლიტიკამ მარცხი განიცადა. ჩვენს ლიდერების რუბრიკაში პოლონეთის ახალ პრეზიდენტს გაგაცნობთ. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ უხაძე ვარ. გამარჯობა. რამდენიმე დღის წინ დიდი შვიდეულის 51 სამიტი ჩატარდა. შეგახსენებთ, დიდი შვიდეული ეკონომიკურად უძლიერეს სახელმწიფოთა ჯგუფს ეწოდება, რომელშიც ამერიკა, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, ანუ 7 ქვეყანა შედის. წლევანდელი შეხვედრის მასპინძლის კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის მთავარი მიზანი ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის განხეთქილების თავიდან აცილება და მსოფლიოსთვის დასავლეთის ერთიანობის დემონსტრირება იყო. თუმცა კარნის ბედმა უმტყუნა. სწორედ დიდი შვიდეულის სამიტის დროს დაიწყო ირან-ისრაელის კონფლიქტი, რომელმაც სრულიად მსოფლიოს თვალი და ყური მიიტაცა. მარკ კარნიმ ვერც დონალდ ტრამპი აიყოლია. ამერიკის პრეზიდენტი თავის ჩვეულ ამპლუაში იყო, კოლეგების მიმართ უკმაყოფილო და მოურიდებელი. შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ ტრამპი დიდი შვიდეულის სამიტს ერთი დღით ადრე დატოვებდა. ამ დროს მასპინძელმა მეტი მასშტაბურობისთვის სამიტზე სხვა სტუმრებიც დაპატიჟა, მათ შორის უკრაინის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, მექსიკის და სამხრეთ კორეის ლიდერები, რომლებიც ტრამპთან შეხვედრას ელოდნენ. ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევდა ტრამპის შეხვედრა უკრაინისა და მექსიკის ლიდერებთან, მაგრამ შეხვედრები ტრამპის მოულოდნელმა წასვლამ ჩაშალა, რამაც ყველას უხერხულა დაგრძნობინა თავი. ტრამპის მიერ სამიტის ნაჩქარება დატოვება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობით აიხსნა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიზეზი სულ სხვა იყო. დონალდ ტრამპი ტარიფების შესახებ სამიტის მონაწილე ქვეყნებთან მოლაპარაკებითაა უკმაყოფილო. მისი თქმით, იაპონიასა და ევროკავშირს ამ საკითხში ხისტი პოზიცია უკავია. ტრამპი ცდილობდა დიდი შვიდეულის სხვა წევრებისგან გამორჩეული ყოფილიყო და არ ერიდებოდა ყველასგან განსხვავებული აზრების გამოთქმას. მაგალითად, მან სამიტზე ისევ დააყენა შვიდეულში რუსეთის გაწევრიანების საკითხი, რამაც ყველა გააოცა და აღაშფოთა. თუმცა სამიტზე პოზიტიური ძვრებიც იყო. მაგალითად, დიდმა შვიდეულმა მიგრაციის, მინერალების მოპოვებისა და ნარკოტიკების გავრცელების საკითხები განიხილა. გარდა ამისა, ამერიკამ და ბრიტანეთმა სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ახლო აღმოსავლეთის საკითხშიც ერთიანობა იგრძნობოდა. ტრამპის წასვლის შემდეგ სამიტი გაგრძელდა და როგორც ევროპულმა მასმედიამ განაცხადა, დანარჩენი დღეები უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. თითქოს მის წარმატებულობას ტრამპი უშლიდა ხელს. სამიტზე დარჩენილმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. ისინი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ, რომელსაც ფინანსური და სამხედრო დახმარება აღუთქვეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღება გაახმოვანა. წარმატებული იყო დიდი შვიდეულის წევრების შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, მაგალითად, საუბარი მექსიკისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის საერთაშორისო არენაზე დებიუტი იყო. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. მასმედიამ და ექსპერტებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს სამიტზე ინდოეთის ლიდერის დასწრებას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო წლებში ინდოეთსა და კანადას შორის ერთგვარად დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. 2 წლის წინ კანადაში ინდოეთის მთავრობის კრიტიკოსი მოჰკლეს. მაშინ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ინდოელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. ახლა კი კანადის ახალმა ლიდერმა ინდოეთს მეგობრობის ხელი გაუწოდა, რაც ინდოეთის ლიდერმა დააფასა. როგორც დასავლეთის მასმედიამ აღნიშნა, ინდოეთის სამიტზე მიწვევა კარგი იდეა იყო, რადგან ინდოეთი ყოველ დღე ძლიერდება გეოპოლიტიკურად და მასთან კეთილი ურთიერთობა
უაღრესად მნიშვნელოვანია. 13 ივნისის ღამეს ისრაელმა ოპერაცია აღმავალი ლომის ფარგლებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სამხედრო მეთაურებსა და ბირთვული პროგრამის მეცნიერებზე ფართო მასშტაბიანი იერიში მიიტანა. საპასუხოდ ირანმაც დაბომბა ისრაელი. ასე გაჩაღდა კიდევ ერთი რთული და არაპროგნოზირებადი კონფლიქტი მსოფლიოში, რომელმაც ყველა დანარჩენი, მათ შორის უკრაინაში ომი, უკანა პლანზე გადაიტანა. მსოფლიო დაძაბულია. კონფლიქტმა შესაძლოა მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და პროცესში სხვა ქვეყნები ჩაითრიოს. ირან-ისრაელის კონფლიქტი მსოფლიო საინფორმაციო სივრცის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მიმდინარეობს მოვლენის ყოველმხრივი ანალიზი, გაისმის ვარაუდები, თუმცა ზუსტი პროგნოზის გაკეთებას ექსპერტები თავიანთ თავზე ვერ იღებენ, რადგან რეგიონის განსაკუთრებული ხასიათი პროცესის განვითარებას ძნელად გამოსაცნობს ხდის. აქ ერთმანეთზეა გადახლართული მძიმე წარსულის რეციდივები, გეოპოლიტიკური სირთულეები და რელიგიური შეურიგებლობა. სწორედ ამიტომაა ძნელი წარმოსადგენი თუ როგორ განვითარდება მოვლენები. აქ ყველაფერი დასაშვებია. შესაძლოა კონფლიქტი მალევე ჩაცხრეს, ან კიდევ მთელი რეგიონი ცეცხლში გაეხვიოს. ჩვენ კი ვეცდებით შეძლების დაგვარად ზოგიერთ კითხვას გავცეთ პასუხი. მიმდინარე კონფლიქტში ისრაელის მინიმალური მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის, საჰაერო თავდაცვის, სარაკეტო სისტემებისა და სამხედრო წარმოების ძირითადი ნაწილის განადგურება, მაქსიმალური კი ირანში აიათოლას რეჟიმის დამხობაა. ამ ეტაპზე არც ისრაელ და არც ამერიკას ამ მიზნების მისაღწევი საკმარისი სახმელეთო ძალა ახლო აღმოსავლეთში არ ყავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახმელეთო ოპერაცია გამოიწვევს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პერსონალის დიდ მსხვერპლს. გარდა ამისა, სახმელეთო ოპერაციის დაწყებით შეიძლება მთელი რეგიონი აალდეს. ამიტომ ისრაელი და ამერიკა ცდილობს მიზნებს საჰაერო დაბომბვით მიაღწიოს. ამ ეტაპზე ისრაელმა თითქოს მთლიანად გაანადგურა ირანის საზენიტო და სარაკეტო კომპლექსები, რომელიც ირანის ცას იცავდა, მაგრამ ირანს ჯერ კიდევ დიდი რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები დარჩა, რომლითაც ისრაელის ტერიტორიის დაბომბვას განაგრძობს. ისრაელი პირველ რიგში ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, სამხედრო ბაზებსა და სამხედრო ცენტრებს ანადგურებს. რაც შეეხება ირანის ბირთვულ ობიექტებს, ისინი მიწის ქვეშ ღრმადაა განლაგებული. მის განადგურებას სპეციალური დანიშნულების ბომბები სჭირდება, რომელსაც ისრაელი არ ფლობს. ამიტომ ისრაელი ჯერჯერობით მთლიანად ვერ ანადგურებს ამ ობიექტებს. არავინ უწყის მიაწვდის თუ არა ამერიკა ისრაელს ასეთ ბომბებს, თუ თავად დაბომბავს ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებს. სამხედრო ექსპერტების აზრით, არც ამ რაკეტების გამოყენებით იქნება შესაძლებელი ირანის ბირთვული ობიექტების მთლიანად განადგურება, მაგრამ ეს რაკეტები ისეთ ზიანს გამოიწვევს, რომ ირანი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას. რაც შეეხება ირანს, ამ კონფლიქტში მარტო დარჩა. ჯერჯერობით არავინ კისრულობს მის დახმარებას. რუსეთმა და არაბულმა ქვეყნებმა თითქოს ხელი დაიბანეს. მხოლოდ ჩინეთი და პაკისტანი აქტიურობს, ისიც მხოლოდ პოლიტიკურად. პაკისტანი იარაღით ვერ ეხმარება ირანს, რადგან ინდოეთს უფრთხის. ინდოეთმა განაცხადა, თუ პაკისტანი ირანს დაეხმარება, ინდოეთი ისრაელს დაუდგება გვერდითო. ირანისთვის სერიოზული დახმარების გაწევა ჩინეთს შეუძლია, მაგრამ ჩინეთი ყოყმანობს, რადგან აიათოლას რეჟიმი არსად არაა პოპულარული. შესაბამისად, ჩინეთს არ სურს ავტორიტეტი შეილახოს. აიათოლას წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობის მოლოდინში ისრაელი, ამერიკა და მათთან ერთად მთელი დასავლეთი იმედის თვალით უყურებს ირანის მოსახლეობას. ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდა ბოლო შაჰის მოჰამედ რეზა ფეხლების შვილმა, მაგრამ ექსპერტები ამას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან
რეჟიმს ძლიერი ფესვები აქვს და მისი დამხობა ძნელი იქნება. რაც შეეხება მოლაპარაკებას, აქაც ჩიხია. ტრამპი უკვე ითხოვს, რომ ირანმა სამუდამოდ თქვას ვარი ბირთვულ ენერგიაზე, რაც ირანისთვის მიუღებელია და მათ კაპიტულაციას ნიშნავს. მოკლედ, მდგომარეობა რთული და საშიშია და ჯერჯერობით გამოსავალიც არ ჩანს. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ცნობილ კოლუმბიელ პოლიტიკოსზე სენატორ მიგელ ურიბე ტურბაიზე თავდასხმამ მთელი კოლუმბია შეძრა. ქვეყანაში ახლა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს ტურბაის ესროლეს. პოლიტიკოს 2 ტყვია თავში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი დღემდე მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციამ მოძალადე უმალ დააკავა, რომელიც 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა, თუმცა მისი ასაკი არავის გაკვირვებია. ლათინურ ამერიკაში მაფია კილერებად ხშირად იყენებს თინეიჯერებს. ურიბე ტურბაი ცნობილი და პოპულარული პოლიტიკოსია, რომლის ოჯახი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას მიეკუთვნება. პაპამისი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო. დედა კი ცნობილი ჟურნალისტი. 1991 წელს იგი მედეჯინის ნარკოკარტელმა გაიტაცა და მოჰკლა. 39 წლის ურიბე ტურბაი კოლუმბიის კონსერვატორების იმედი იყო. მასზე თავდასხმამ დიდი ჩრდილი მიაყენა კოლუმბიის დღევანდელ პრეზიდენტს გუსტავო პეტროს. მემარცხენე და მარქსისტი გუსტავო პეტრო ქვეყნის მმართველობაში დიდი შეპირებების ფონზე მოვიდა, ამბობდა მაფიის თარეშს მოვსპობო. ხალხს ეკონომიკურ წინსვლასაც პირდებოდა, მაგრამ აი უკვე 3 წელი გავიდა და შეპირებებად დარჩა. გუსტავო პეტრო კონსერვატორებს აკრიტიკებდა ხოლმე, რომ ისინი ხისტად იქცევიან. მის საარჩევნო პროგრამას ტოტალური მშვიდობა ერქვა. მისი თქმით, კოლუმბიის მთავრობას რადიკალებისთვის მშვიდობის ხელი უნდა გაეწოდებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პოლიტიკამ არ გაამართლა. კრიმინალი კი არ გაქრა, უფრო გამძაფრდა. არც რადიკალმა მარქსისტებმა მიიღეს გუსტავო პეტროს შეთავაზება. ფაქტობრივად, მისმა პოლიტიკამ ტოტალური მარცხი განიცადა. ამ ფონზე ისევ კონსერვატორებმა და რადიკალების მიმართ მათმა ხისტმა პოლიტიკამ მოიპოვა პოპულარობა. კონსერვატორები მომავალ არჩევნებზე მთელს იმედებს ურიბე ტურბაიზე ამყარებდნენ. ახლა როცა კონსერვატორების და კოლუმბიელი ხალხი შოქშია, პოლიტიკოსები ახლანდელ პრეზიდენტს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. მათი აზრით, გუსტავო პეტრომ და მისმა მთავრობამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკოსებზე თავდასხმები აღარ ყოფილიყო ქვეყანაში. ახლა უკვე მას ძლიერი კონკურენტი აღარ ჰყავს. ანალიტიკოსები მოვლენათა განვითარების პროგნოზისგან თავს იკავებენ, მაგრამ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მემარცხენე პოლიტიკამ ტოტალური კრახი განიცადა. ხალხი კი იმედს არ კარგავს, რომ მათი საყვარელი ურიბე ტურბაი გამოჯანსაღდება და საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. პირველი ივნისიდან პოლონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 42 წლის ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი. ის ქალაქ გდანსკში მუშის ოჯახში დაიბადა. მშობლებმა ეს სახელი რომის პაპის იოანე პავლე მეორეს პატივსაცემად დაარქვეს, რომლის სახელი და გვარი პაპად არჩევამდე კაროლ ვოიტილა იყო. კაროლის მამა გდანსკის ერთ-ერთი ქარხნის ზეინკალი იყო. დედა გამომცემლობაში მუშაობდა და ქალაქ კრაკოვის ერთ-ერთი საკონდიტოროს დირექტორია. კაროლის დედმამა ხავერდოვანი რევოლუციის დროს აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ცნობილი პროფკავშირის სოლიდარნოშჩის წევრები იყვნენ, რომლებსაც სახელგანთქმული დისიდენტი ლეხ ვალენსა ხელმძღვანელობდა. კაროლ ნავროცკი ბიზნეს ადმინისტრაციის ბაკალავრია. ისტორიის მაგისტრის წოდება გდანსკის უნივერსიტეტში მიიღო.
სკოლისა და სტუდენტობის წლებში სპორტით იყო გატაცებული. 1997-დან 2000 წლამდე გდანსკის საფეხბურთო კლუბების პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. შემდეგ კრივმა გაიტაცა და კარგი მოკრივეც დადგა. 2004 წელს პოლონეთის ახალგაზრდა მოკრივეთა ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წელს მშობლიურ ქალაქ გდანსკში საბრძოლო ხელოვნების სპორტული სკოლა დააარსა. 2009 წელს ნავროცკიმ პოლონეთის პარლამენტის მიერ დაარსებულ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, რომლის მთავარი მიზანი ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მიერ პოლონეთში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაა. ინსტიტუტს კომუნისტური პოლონეთის კგბ-ს არქივი აბარია, რომელმაც პოლონეთის იმდროინდელ სამართალდამცველ ორგანოთა ლუსტრაცია მოახდინა. 2013 წელს კაროლ ნავროცკიმ სადოქტორო ხარისხი დაიცვა. დისერტაცია პოლონეთის კომუნისტური მმართველობის დროინდელ დისიდენტურ მოძრაობას ეხებოდა. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში მუშაობასთან ერთად ის გდანსკის ერთ-ერთი რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. ასევე მუშაობდა იმავე რაიონის განათლების განყოფილების უფროსად. ხელმძღვანელობდა გდანსკის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში ამ ტიპის მუზეუმებს შორის. ბოლოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში დაბრუნდა, ამჯერად უკვე დირექტორად. 2024 წელს პოლონეთში საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟის ხელმძღვანელობის გამო რუსეთმა ნავროცკი დაასანქცირა. მანამდე ნავროცკი პოლონეთში ნაკლებად იყო ცნობილი. იმ დროს პოლონეთის კონსერვატული პარტია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალ კანდიდატს ეძებდა. რადგან კონსერვატორებმა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგეს, პარტიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კანდიდატი არაპარტიულ რიგებში შეერჩია და ეს კანდიდატი ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი აღმოჩნდა. კონსერვატორებს მასში ის მოსწონდათ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წევრად რომ არ მოიაზრებოდა და მისი მსოფლმხედველობა მთლიანად ემთხვეოდა კონსერვატული პარტიის იდეოლოგიას, თუმცა ნავროცკის ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა. არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკურ თანამდებობაზე და შესაბამისად გამოუცდელი იყო, მაგრამ კამპანიის დაწყებისთანავე მან დაამტკიცა, რომ კარგი ორატორია და მალე დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. ამავე დროს საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში მის შესახებ არაერთმა სკანდალურმა ფაქტმა იჩინა თავი. კაროლ ნავროცკი წინათ კომუნისტურ პოლონეთში ორგანიზებული დანაშაულის ისტორიის კვლევით იყო დაკავებული. ქვეყანაში ამ საქმის პიონერადაა მიჩნეული. კვლევასთან დაკავშირებით ნავროცკის ბიოგრაფიიდან ერთი საჩოთირო ეპიზოდი ამოტივტივდა. 2018 წელს გამოიცა წიგნი სათაურით ნიკოსის აღსარება საფლავიდან. ნაწარმოები ცნობილ მაფიოს ნიკოდემ სკოტარჩაკს ეხებოდა. ავტორი ხალხისთვის უცნობი ვინმე ტადეუშ ბატირი იყო. მან პოლონეთის ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში სახელდაფარულმა მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ნავროცკის ხსენებულ მაფიოზე მასალის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტორის სახელად ტადეუშ ბატირი თავად ნავროცკი ყოფილა. ამ გზით მას წიგნისთვის რეკლამის გაკეთება სურდა. სხვა სკანდალები ნავროცკის ახალგაზრდობის პერიოდში ეხებოდა. როგორც მასმედიამ გაარკვია, ნავროცკი თავისი ქალაქის ფეხბურთის კომაგების კლუბის ულტრას წევრი იყო. ისინი სტადიონზე ხულიგნობდნენ, მაყურებელზე ძალადობდნენ და არეულობებს იწვევდნენ. მედიაში ისიც აღინიშნა, რომ მოკრივეობის პერიოდში ქალაქის ცნობილი განგსტერების მცველიც ყოფილა. ნავროცკი ზოგ ბრალდებას აღიარებს, ზოგს არა. ამბობს, რომ გდანსკის კრიმინალურ უბანში გაიზარდა, სადაც ხშირად საქმეების გარჩევა უწევდა. ამავე დროს კატეგორიულად უარყოფს რაიმე დანაშაულის ჩადენას. მთავარი კი ისაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მისი სჯერა ხალხს მოსწონს, რომ ნავროცკის გაკრიალებული ბიოგრაფია არ აქვს და რომ ის ერთი კაი ბიჭია გდანსკიდან. გახსოვთ ალბათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების მაღალი პროცენტით კონსერვატორი
კაროლ ნავროცკი და ვარშავის ახლანდელი მერი ლიბერალი რაფალ ჩასკოვსკი გავიდნენ. მეორე ტური 31 მაისს ჩატარდა. პირველი ივნისს კი გაირკვა, რომ 2%-იანი განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნები კაროლ ნავროცკი მოიგო, რომელსაც ჯერ კიდევ არჩეული პრეზიდენტის სტატუსი აქვს. მისი ინაუგურაცია 1 აგვისტოს ჩატარდება. ჩანს ზოგიერთ შეხედულებათა გამო ნავროცკისთან კარგი ურთიერთობის დამყარება ბევრს გაუჭირდება. პირველ რიგში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. ნავროცკი ბრიუსელის კრიტიკოსია. ის ძმების კაჩინსკების მსგავსად ითხოვს, რომ გერმანიამ პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის რეპარაციები გადაუხადოს. ნავროცკი ასევე ცნობილია მწვავე ანტირუსული შეხედულებებით. ამავე დროს უკრაინასაც აკრიტიკებს. ის უკრაინის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. კაროლ ნავროცკის მეუღლე, ცნობილი იურისტი მარტა ნავროცკაია გახლავთ. მეუღლის პრეზიდენტად არჩევამდე ის პოლონეთის საგადასახადო სისტემაში ერთ-ერთ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. წყვილს 2 საერთო შვილი ჰყავს. ნავროცკები ასევე ზრდიან მარტას შვილს პირველი ქორწინებიდან. დღეს ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ რუხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ გეწვევით. ნახვამდის.